უпроსო მეგობრებო, ჩვენთვის ძალიან დიდი პარტივია თქვენ წინაშე. გადახედეთ ჩვენს მიმართ დადგენილ უკანონო სასამართლო საბოლოო აქტებს. ისე როგორც ბატონი ჯონდისთვის ერთიანი ოპოზიციის ყველა ლიდერი. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით თემკის რაიონის მოსახლეობასთან, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ლიდერები მუდმივად ვაგრძელებთ შეხვედრების რეჟიმს და დღეს ვიმყოფებით სწორედ თემკის რაიონის მოსახლეობასთან, რომელსაც გააჩნია სერიოზული პრობლემები და ეს პრობლემები კვლავ სოციალური პოლიტიკის არქონასთან არის დაკავშირებული მთელი ამ წლების განმავლობაში. უმუშევრობის საკითხებმა, სოციალურად დაუცველებმა, მათ შორის მარტოხელა სოციალურად დაუცველმა დედებმა, მრავალშვილიანებმა და მათთან არსებულმა პრობლემებმა იჩინა თავი და დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიების საკითხმა მოიყვანა ჩვენამდე. ჩვენ მათ მოუყევით ჩვენი პროგრამული პრიორიტეტების შესახებ, რაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მართლზომიერებასთან არის პირველ რიგში კავშირში და მასზე პერსონალური კონტროლისა და პასუხისმგებლობის აღება, ეს იქნება მერის პირდაპირი მოვალეობა. ასევე ურბანული განვითარების გეგმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში იყო ეს სწორედ ერთ-ერთი მთავარი გამწვევი საშუალება ბიუჯეტიდან თანხებისა, არა მართლზომიერი ხარჯვის თვალსაზრისით და რასაც ჩვენ ჩაუტარებთ რევიზიას და როგორც მე ადრეც ვახსენე, ეხლაც თემკის რაიონის მოსახლეობის გასაგონად კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ გურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ლიდერთა მთავარი ამოცანა იქნება რევიზიონისტული პოლიტიკა. ანუ გავაგრძელოთ არა იქიდან, სადაც ქალბატონი თქვა სევდია უგრეხელიძე დაასრულებს თავის მოღვაწეობას, არამედ საიდანაც დაიწყო თვითმმართველობაში უხეში ჩარევა და საბიუჯეტო თანხების დაუფლება არა მართლზომიერი გზებით, ანუ ის კორუფციული სქემები, რომლებმაც გაამდიდრა ერთეულები და სრულიად გააღატაკა ქალაქ თბილისის მოსახლეობა. ანუ შიდა აუდიტის საქმიანობა იქნება სწორედ ის სტარტი, ჩვენ დავიწყებთ თვითმმართველობაში მოღვაწეობას.